სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებსა და ქსელურ მარკეტებს სწავლობს გამოძიების ინტერესის საგანი ფასთა წარმოქმნის პროცესი არის ის შესწავლის მიზნითაც დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებით გამოთხოვა ხდება. უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე კომპანიაში გულშინ შევიდა, რის შემდეგაც განცხადება გაავრცელა რითეილ ასოციაციამ, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიები სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები კი მშვიდ გარემოში სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. დოკუმენტაციის დამუშავების შემდეგ ასოციაცია დამატებით ოფიციალურ განმარტებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს პრემიერმა საქართველოში სურსათის ფასებზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია, რაც ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალ ფასნამაც უკავშირდება. საკითხზე მუშაობა დაიწყო სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რა არის პროდუქციის რეალური თვითღირებულება და სად იკვეთება არალოგიკური ფასნამატი. სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და შრომის სარეკომენდაციო საბაზრო ფასებს ლევან სამხარაულის ბიურო განსაზღვრავს. სახელმწიფო შესყიდვებში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახალ წესს ადგენს. ბიურომ უკვე შეიმუშავა შრომის ანაზღაურების ახალი რეკომენდაციები, რაც ხელფასების საშუალოდ 20-25%-იან ზრდას ითვალისწინებს. ასევე მომზადდება ფასების ნუსხა, რომელიც ყოველწლიურად განახლდება. როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში აცხადებენ, კვლევის შედეგად ვლინდება, რომ ფასები ხშირად არასწორად იყო დაგეგმილი, რაც ტენდერების ჩავარდნას და სამუშაოების ხარისხის პრობლემებს იწვევდა. ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს მთავრობის მიერ შექმნილი ახალი ცენტრალური შემწყიდველი ორგანო განახორციელებს. ცენტრალური შემწყიდველი ორგანოს შექმნის მიზანი სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვაა, ამასთან ეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება. შესყიდვები განხორციელდება როგორც კონსოლიდირებული ტენდერებით, ასევე ცალკეული უწყებების მიმართვის საფუძველზე. შესყიდვების საპროგნოზო წლიური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე მწვანე ობლიგაციებზე მოთხოვნა მზარდია. 2025 წლის მდგომარეობით მთლიანობაში საქართველოში 17 მწვანე სოციალური და მდგრადი ობლიგაციის ემისია განხორციელდა. ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე 550 მილიონი დოლარის, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე 1 მილიარდი დოლარის ამ ტიპის ემისია განახორციელეს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია ეგრეთ წოდებული მწვანე ობლიგაციები და მათი შეძენით მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ თანხებს, რომლის მოზიდვაც მწვანე ობლიგაციების გამოშვების გზით ხდება, გარკვეული მიზნობრიობა აქვთ. ისინი ძირითადად მიმართულია ისეთ ინდუსტრიებში, რომელიც არ აბინძურებენ გარემოს, ხელს უწყობენ ქალთა ბიზნესის გაძლიერებას, ან გარკვეული სოციალური დატვირთვა აქვთ. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 13%-ის ფარგლებშია, მაჩვენებელი დინამიკაში მცირდება. უწყება დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოსავლენად თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის ევროსტატისა და სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ გაანგარიშების მეთოდებს იყენებს. საქსტატის განმარტებით არის სექტორები, სადაც დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალია, მათ შორისაა სასტუმროების და რესტორნების, ასევე ვაჭრობის მიმართულებები, საფინანსო და საბანკო, ასევე ენერგეტიკის სექტორებში კი დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი მინიმალურია. ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალ ნიშნულზეა და სხვა მიმართულებით გიგით საპირისპირო სურათი გვაქვს. ამ მიმართულებით სამუშაო ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს მელიორაცია კახეთში ახალი წყალსაცავის მშენებლობას გეგმავს. ილტოს წყალსაცავის წინასაპროექტო კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკმა განახორციელა, დასრულებულია. უახლოეს პერიოდში კი ტენდერები საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდება. წინასწარი გათვლებით წყალსაცავის მშენებლობას 2-დან 3 წლამდე პერიოდი დასჭირდება. მშენებლობამდე მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, ამასთან დაიწყება მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები. მოლოდინია, რომ 80 მილიონი კუბური მეტრის წყალსაცავი კახეთის რეგიონში არსებულ სარწყავი წყლის დეფიციტს სრულად აღმოფხრის. საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წყალსაცავი არ აშენებულა.
აღნიშნული წყალსაცავი დაპროექტებული იყო გასული საუკუნის დაახლოებით 80 წლებში და იგი პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კახეთის გარანტირებულად ირიგაციისთვის, ან ფართობებისთვის, რომლებიც დღეს დეფიციტურ ზონებად გრჩება და ძირითადად ჩამოკიდებულია მდინარე ალაზნის ბუნებრივ ჩამონადენზე. აღნიშნული წყალსაცავის ექსპლუატაციის შესვლა მოგცემს საშუალებას, რომ წყალი გავანაწილოთ თანაბრად და ის დეფიციტური ზონები, სადაც დღეს გვაქვს, გავითვალისწინოთ. Apple-ის ირის განახლებას და მისი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტად გარდაქმნას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მას ახალი სისტემა სახელით Kempos-ის ინტერფეისი ჩაანაცვლებს და ინტეგრირებული იქნება iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის ოპერაციულ სისტემებში. ჩატბოტი იმუშავებს როგორც ხმოვანი, ისე ტექსტური რეჟიმით. უცხოური მედია წერს, რომ ეს სიახლე Apple-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია ცდილობს დაეწიოს კონკურენტებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ამთვის დასაწყისში Apple-მა Google-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც Siri-ის მუშაობა Google-ის Gemini-ის მოდელებზე იქნება დაფუძნებული. ჩატბოტის ფუნქციების ეტაპობრივი ამოქმედება კი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. მე ამ ინფორმაციებით ამ დროისთვის გემშვიდობებით, შემდეგ საათში უკვე შემოგიერთდებით სტუმართან ერთად. დიდი მადლობა, კათია. ახლა უკვე